გენეტიკურად მოკლედ ჩვენ ესეთი მომღერალი ერი ვართ, რომელსაც აქვს აზროვნება მრავალხმიანი, ანუ პოლიფონიური, ესე და ეს ამით გამოვირჩევით ძალიან. ძალიან ნიჭიერად არის ეს ყველაფერი შექმნილი და გაკეთებული. ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან გურული და კახური მრავალხმიანობა, ძალიან განსხვავებულია სვანური და აღმოსავლეთის მთის მრავალხმიანობა. ძალიან დიდი შრომები გასწიეს ჩვენმა წინაპრებმა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფირმა გრამოფონმა და ფირმა პატერიკომ მოახერხეს და ჩაწერეს ჩვენი წინაპრები, უნიკალური ჩანაწერები, რომელიც მე შემდეგ ბატონმა აზორ ერქომაიშვილმა მოიძია და გამოსცა და დაგვიტოვა ესე ვთქვათ სისტემურად ესე აწყობილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა იმ კუთხით, რომ მოხდა დაფიქსირება როგორც სანოტო, ასევე აუდიო ჩანაწერების სახით. ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფუნქციაც ეს არის, რომ ჩვენ ექსპედიციები ჩავატაროთ. ეს ექსპედიცია ავტომატურად ნიშნავს, რომ ხალხთან ჩავდივართ, ვაქცევთ ყურადღება, შეიძლება ესეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, როგორც მომღერლები, როგორც მოცეკვავები, ზეპირსიტყვერების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ძვირფას ნიმუშებს ინახავენ და იციან და ეს უკვე პოპულარიზება ექსპედიციები. ასევე ტარდება უამრავი კონცერტები, ღონისძიებები, რომლებიც ფესტივალები, როგორც საბავშვო, ასევე ეროვნული ფესტივალები, რომლებიც პოპულარიზებას ემსახურებიან. და ფოლკლორის ცენტრის მთავარი ფუნქციაც ეს არის, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში კახადოს ის პოპულარული. იმიტომ რომ ხალხმა მეტად შეიყვაროს, ხალხმა მეტად დააფასოს. და ასევე საერთაშორისო მიმართულებითაც ძალიან ბევრს შრომობთ და უამრავი გამოცემები, ჩვენი გამოცემების დიდი უმეტესი ნაწილი არის ორდენოვანი. საერთაშორისო ფესტივალები არაერთი ჩაგვიტარებია და ეს ყველაფერი ემსახურება ქართულ კულტურას. და ამ ქართულ კულტურაში ყველაზე გამორჩეულს და ძველს და მართლა ძვირფას ქართულ ფოლკლორს და ფოლკლორის ყველა დარგს.